თქვენ ახლა ხედავთ ახაზოვანი შესრულებული თიხის ფირფიტებს. ზოგი ნაწილი არის კრეტული იეროგლიფები. აქ ახაზოვანი კრეტული იეროგლიფებით შესრულებული ახაზოვანი წერითი სისტემა, სხვა, ხოლო კრეტული იეროგლიფები განსხვავებული წერითი სისტემაა. ამ თიხის ფირფიტებზე ახაზოვანში მოცემულია აია, კოლხეთი ფიქსირდება, ხოლო კრეტული იეროგლიფებში ფიქსირდება სახელი აიეტი და აია. ეს არის ყველაზე ძველი დოკუმენტი იმის მაჩვენებლად, რომ აია კოლხეთი არის ოფიციალურად უკვე ძველი 1800 წელს, ანუ ქრისტეს შობამდე 18 საუკუნით ადრე. ეს სხვადასხვა საბეჭდავებია, რომელიც კერძო პირებს გამოხატავს კონკრეტულად ყოველი ადამიანის სასაქონლო ნიშნებია. ყოველ შემთხვევაში ჩვენც ასე მივიჩნევ და რიგი მეცნიერები ასე ფიქრობენ და ულამაზესი შესრულებით ამ საბეჭდავებზე გამოსახულია გემები, ჭურჭელი, ცხოველები, ადამიანი, გეომეტრიული ფიგურები, კვადრატში ჩახატული, ძალიან ლამაზი შესრულებით არის ეს, ძალიან ფაქიზი შესრულების დოკუმენტები არის. თქვენ აქ ხედავთ ოქროს ბეჭედს, რომელიც A-კლასის ხაზოვანი დამწერლობითაა შესრულებული და ასევე ხედავთ თმის ამაყს, რომელზეც A-კლასის ხაზოვანი დამწერლობითაა შესრულებული. ესენი ძალიან განვითარებული საზოგადოება იყო, რომელთაც ჰქონდათ უშუალოდ ბუნებასთან კავშირი და მათი ყოფითი ცხოვრება არის სწორედ ბუნებრივი და ყველგან მათ ბუნების დედაღმერთის დიაკიბელისადმი თაყვანიცემის სიმბოლოებია გადმოცემული. აი აქ ეს თიხის ფირფიტა ზუსტად არის დათვლილი ხორბალი, მარცვლოვანი ნიშნებით და იქ მოცემულია რიცხვები 12, 15 და ასე შემდეგ. ხორბლის გარდა ქერიც არის ნახსენები, ზეთისხილი და სხვა მრავალი სამეურნეო დანიშნულების მასალა.